საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასაკონტროლებლად ოფიციალური ასტანა თბილისში საკუთარ წარმომადგენელს გამოგზავნის 2010 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ ყაზახეთი ხდება. მომავალი თანამშრომლობის დეტალები დღეს თემურ იაკობაშვილმა ორგანიზაციის მოქმედი და მომავალი ქვეყნების დიპლომატებთან განიხილა. სახელმწიფო მინისტრის განმარტებით ყაზახეთის წარმომადგენლის ერთ-ერთი მთავარი მისია ეუთოს მანდატის გაფართოება და მონიტორების უშუალოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეშვება იქნება. Ვიქნეს ახალი წარმომადგენელი ეუთოსი, რომელიც ჩვენ რეგიონში იმუშავებს ოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე დეტალურად ვისაუბრეთ უკანონო ტყვეობაში მყოფ მოზარდებთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით ბატონი ჰამერბერგის ჩამოსვლას. და ასევე ვისაუბრეთ ჩვენ სტრატეგიაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ეუთოს უდავოდ შეუძლია ითამაშოს საკმაოდ პოზიტიური როლი ამ სტრატეგიაში ასახული იდეების იმპლემენტაციაში. მინისტრთან შეხვედრის დროს ეუთოსა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობასთან ერთად განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ტირზნისიდან გატაცებული მოზარდების საკითხი იყო. ჩვენ ამ თემაზე ცხინვალში ვიზიტის დროსაც ვისაუბრეთ. მოზარდების გათავისუფლების საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩაბმული და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ბავშვები დროულად გათავისუფლდნენ. პირველად ვარ საქართველოში ეუთოს მისიის წარმომადგენლის რანგში. მოგეხსენებათ, რომ 2010 წლიდან ყაზახეთი იქნება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა და პრიორიტეტული იქნება კონფლიქტების მოგვარების საკითხი საქართველოში. ჩვენ გავაგზავნებთ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს, რომ ამ ტერიტორიაზე იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.